გამარჯობათ ბაზმაზაურ. მიესალმეთ მაყურებლებს. დღეს ისე ვარ ჩვენ გადაცემას და აი რაღაცა გარკვეული რაოდენობა შეკითხვები შემოვიდა და უნდა გიპასუხოთ. არის შეკითხება დორგია თქვენთვის საყვარელი თემაზე. საქმე ეხება კვანტურ მექანიკას. აგერ სამი პროფესორი, ერთი ინგლისელი და ორი ინდოელი ამოვიწერე თავგამოდებით ამტკიცებს რომ სხვაობა წარსულსა და მომავალს შორის არ არსებობს. აქ სახე ეხება ერთ-ერთ უნივერსიტეტს, რაც ეს ყველაფერი და იქ მუშაობენ ეს ასე ვთქვათ პატიციონი პროფესორები და აღმოაჩინეს რომ დრო კვანტურ მექანიკაში უკან ისევე სწრაფად მოძრაობს როგორც წინ. აი ამ თემაზე გვესაუბრეთ თქვენ რამდენად მართალია და რამდენად ძალიან საინტერესო თემა არის ამ საკითხზე. ძალიან ბევრი მეცნიერი დღესაც ფიქრობს და თავის ვერსიებს ესე ვთქვათ გამოთქვამენ სხვადასხვა ერის სპეციალისტები. ჩვენ საქართველოში ყავს სპეციალისტები კვანტურ მექანიკაში და ეს ძალიან საინტერესო საკითხია რატომაც. ერთი ჩვენი მეგობარიც არის ხო კვანტურ მექანიკაში. ბატონ თემუნადარეიშვილი. და აქ ძალიან საინტერესო რა არის, კვანტურ მექანიკაში არ არსებობს დრო, საერთოდ. არ არსებობს მანძილი, არ არსებობს წონა. ეგ არის ძალიან საინტერესო ფენომენი, რომელსაც პრინციპში სულ 100 წლის განმავლობაში ადამიანობა რაც თვითონ სიტყვა გამოიხენა კვანტური მექანიკა. და ამ ესე ვთქვათ მეცნიერების სპეციალისტები ბევრი არიან, ბევრი უკვე იყვნენ. მაგრამ რატომღაც ყველაზე მეტად მაინც მომწონს შროდინგერი. და როგორც მე ვუყურებ, მე არ ვარ ფიზიკოსი, ექიმი ვარ, მაგრამ რასაც მე ვუყურებ ისე ვთქვათ ინტერნეტში, მე ვხედავ რომ დღევანდელი მეცნიერები, აი ამ მიმართულებით ფიზიკოსები, მათემატიკოსები მაინც ბრუნდებიან სულყანი შროდინგერთან. იმიტომ რომ შროდინგერს აქვს დაწერილი ამ თემაზე უამრავი ნაშრომი და აი იქ იმ ნაშრომებში სპეციალურად მოიგონა ეს ფენომენი, რომელსაც ქვია შავი კატა. შავი კატის ფენომენი. შეიძლება აღვიხსნათ და მაყურებელსაც ეს შავი კატა. შავი კატა ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, აი თქვათ აი ამ წარმოვიდგინოთ რომ ეს არის ყოლოფი. და შიგნით ჩავაჯინოთ შავი ყოლოფში. თან ეგ შიგნით ექნება საწამლავი. ციანისი კალი ხო? კალი. და დავახუროთ ამ ყოლოფს და ჩვენ არ ვიცით ეს კატა ცოცხალია თუ არა. შეჯამს თუ არა? ხო. გაიხსნათ თუ ეს თქვათ შხამი და მოკლა თუ არა ეს კატა და საერთოდ კატა შიგნით არის თუ არ არის. ასაგები. ხო და სანამ ჩვენ მაგას არ გავხსნით ჩვენ მაგას ვერ ნახავთ, მაგრამ გვერდზე რომ დავუყენოთ მეორე ყოლოფი და ჩვენ რო არ ვიცოდეთ რომელ ყოლოფში ზის შავი კატა, ჩვენ ვერც მივხვდებით ეგ შავი კატა ამ ყოლოფში ზის თუ ამ ყოლოფში. თავისთავად. სანამ არ გავხსნით და არ შევხედავთ. იგივე არის კვანტური მექანიკა. სანამ ჩვენ შიგნით არ ჩავზრებით, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით. არა და კვანტურ მექანიკაში არის ისეთი თემები, რომელიც საერთოდ გამოდის ადამიანის ესე ვთქვათ აზროვნებიდან. როგორ შეიძლება ვთქვათ, ისე ვთქვათ, გიენადარეიშვილი იყოს აი აქ თქვენ გვერდში, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს ვთქვათ იუპიტერს. და როგორ შეიძლება ვთქვათ რომელიმე თემა, იდეა, რომელსაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და იგივე წამს, იგივე სიტუაციაში გამოჩნდეს მზეზე. ამდე მზეზე რომ მოხდეს რაღაცა გარკვეული, ესე ვთქვათ, მოვლენა ხო, მატერიალური, იმავე წამს ჩვენ მივიღოთ ეს ინფორმაცია. იმიტომ რომ იყო ესეთი პიროვნება, როგორც იყო ეინშტეინი, რომელსაც თქვა, რომ სისხლს აქვს თავისი სიჩქარე
და ვთქვათ მზიდან დედამიწამდე ჭირდება რაღაცა გარკვეული პერიოდი, სანამ ეს სისხლი მოვა ჩვენთან და ჩვენ მივიღებთ აი ამ ინფორმაციას. კვანტური მექანიკა ამბობს, რომ ეს სიჩქარე არის პირობითი მომენტი. კოსმოსში სიჩქარე არის ჩვენთვის, ადამიანისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ მივხვდეთ, რომ ვთქვათ ერთი დღე სჭირდება რაღაც გარკვეული წამები, საათები, მერე ეს გადადის მეორე დღეში, მერე ეს თვე. როგორ დედამიწაზე შედეგს? და ეს არის კანონი დედამიწისთვის, მაგრამ კოსმოსისთვის ეს კანონი არ მუშაობს. მაგრამ აი დრო როგორც მიდის წინ, ისე მიდის უკან, ასე გავიგემე. თუ დრო არ არსებობს. ეს უნდა ახსნათ, ხო? ხო, კი, თუ დრო არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დრო როგორც ჩვენ ახლა, ისე დედამიწიდან გამომდინარე, ამ კანონიდან გამომდინარე, რაც ადამიანმა მიიღო როგორც ჭეშმარიტობა და ჩვენ ახლა აი ვიზივართ ლაპარაკობთ, კვანტური მექანიკა ამბობს, რომ ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით კოსმოსში და ჩვენი ინფორმაცია გააჩნია რას ნიშნავს მატერია, რა არის მატერია საერთოდ, რისგანაც შექმნილები ვართ ჩვენ. კი, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ შექმნილი ვართ ატომებისგან, მოლეკულა შეიცავს რამდენიმე მილიარდი ატომი და საერთო ჯამში გამოდის, რომ ჩვენ შექმნილი ვართ ატომებისგან. მაგრამ ატომი კიდე შიგნით ატომში არსებობს რაღაც გარკვეული ნაწილაკები, მაგრამ არსებობს ნაწილაკები, რომელსაც ზოგადად ჩვენ ცნობთ, ვიცით, მაგრამ უცნაური რაღაცა გამოდის, იცით, ატომს აქვს თავისი ზომა. დიახ. ატომს აქვს თავისი ზონა. მაგრამ ისე რომ დავბრუნდეთ კვანტურ მექანიკაში, გამოდის, რომ ეგ ზონა, ეგ ზომა არის პირობითი. იმიტომ რომ აი მე პირადად ხმარობ ყოველდღიურად რაღაც გარკვეულ საშუალებებს, რომელიც რო გადავხედოთ კლასიკურ ფიზიკას, არ ჯდება კლასიკურ ფიზიკაში. იცით, ეინშტეინმა თქვა, რომ მაგას ქვია პლანკის მუდმივი, რომ სულ ყველაზე პატარა ნაწილაკი სამყაროში უდრის აი ამ ციფრს. და იქ მისვლაც აუგზავნა ადამიანობას. იმიტომ რომ როგორც ეინშტეინმა თქვა და არა მარტო ეინშტეინმა, რომ იქ ადამიანობა რომ მივიდეს, მეახლოვდეს, მთელი სამყარო დაიშლება. ეს არის 10-27 ხარისხში. კი, ამას ხშირად გითხრა რომ შესაძლოა. მაგრამ მე პირადად ხმარობ ისეთ საშუალებებს, რომელიც შიგნით შეიცავს აი ამ არარეალურ ციფრს. 2 მილიონიც ასე შემდეგ. 10-2 მილიონი. კი. და ჯერ ერთი რატომ ესეც არ არის ზღვარი? არ არის ზღვარი. კი. და რატომ წაგიყვანა ეინშტეინმა ამ გზით მთელი ადამიანობა არ მესმის და მე ჩემი ვერსია მაქვს, რომ ეს სპეციალურად მოგონილი იყო. ბატონო, ახლა ჩვენ ეს რთულია, ჩემთვისაც რთულია და ალბათ რავი იქნება, ხალხებითაც არ იქნება რთული, მაგრამ ჩვენს პირად რთულია, ასე თქვენ ახსოვებთ, მაგრამ აი ეს როგორ გავიგოთ? დრო რა სიჩქარით მიბრძანდება წინარ მილბის, ისე მორბის უკან. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ სად ვართ ამ დროს? როცა ეს დრო მიდის და მოდის. ჩვენ თუ ისევე აქ დავბრუნდით აი ამ ციფრებთან, რასაც მე ახლა ვთქვი, 10-2 მილიონი. კი ბატონო. ხო? აი ამ 10-2 მილიონს რა დავარქოთ რაღაცა ნივთიერებას, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. რაღაცა გარკვეული უჯრედი იქნება, თუ მცენარე იქნება, თუ ცხოველი იქნება, თუ ადამიანი იქნება და ის მუშაობს და თავის ფუნქციას ასრულებს, გამოდის, რომ აი ამ ნაწილაკს, რომელიც არარეალური დოზით არის, ხო, წონით, აქვს თავისი მეხსიერება, თავისი ენერგია. იმიტომ რომ მეხსიერება რაღაცაში ხო უნდა იჯდეს. კი, აუცილებლად. სადაც უნდა იყოს მატარებელი ხო უნდა იყოს, რამც ატარებს მაგას. გამოდის, რომ ეს არის ან ტალღა ზოგადად
რომელიც შეიცავს აი ამ ინფორმაციას, ან და თქვათ ნაწილაკი, რომელიც შეიცავს ამ ინფორმაციას და თვითონ ტალღაც და თვითონ ეს ნაწილაკი აუცილებლად უნდა ფლობდეს რაღაც გარკვეული რაოდენობა ენერგიის, რაღაცა სახით ეს ინფორმაცია ჩაწერილი ხო არის? კი. გამოდის რომ ენერგიას უდრის აი ამ ციფრს 10-2 მილიონი და მეტი. მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ თავში ეს არ შეიძლება რას ნიშნავს 10-2 მილიონი. უთულესია რა თქმა უნდა. თან რომელიც მუშაობს, მაგრამ ეს ფენომენი თუ არსებობს და ფაქტ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ რაღაც გარკვეული პროცესების დროს, გამოდის რომ აი ნებისმიერი ატომში დევს მთელი სამყაროს ინფორმაცია. ნებისმიერ ატომში. აი ამ რაოდენობით 10, ზოგადად -2 მილიონი ხარისხში. ან და მეტიც. და გამოდის ადამიანს საერთოდ არ ესმის სამწუხაროდ სამყარო. სამწუხაროდ კი. კი. ალბათ ეს ჭეშმარიტობა, როგორც მე ხო ელაპარაკები ვდებს, ბიბლიაში წერია. უბრალოდ აი ამ ჭეშმარიტობას ახსნა ჭირდება. ალბათ ადამიანი, რომელიც ბიბლიას კითხულობს, ბევრი ინფორმაციას, ჭეშმარიტ ინფორმაციას ღებულობს, მაგრამ იქ ვერ ცდება, რომ აი იქ რასაც წერია, იქ წერია, დრო არ არსებობს. ჩვენ ვიცით მოციქული, რომელიც უფლისძალით მე-13-მდე იქნა აღტაცებული. ეს არის ღვთიური მოვლენა, ხო, ღმერთის მოვლენა, მაგრამ აი თუ ამას რამენაირი პასუხი აქვს ამ კვანტურ მექანიკას ამ მოვლენს მიმართ. იმიტომ რომ კვანტური მექანიკა გვინდა თუ არ გვინდა მიდის ღმერთის არსებობამდე. აუცილებლად. სხვა იცით, როდესაც მიდიხარ აი ამ ციფრებთან, ხო? და ხედავ რომ ამ ციფრში, ესე ვთქვათ, აი ამ ენერგიაში, ამ ნაწილაკში, ამ ვიბრაციაში დევს რაღაცა გარკვეული დავარქვა ძალა, ინფორმაცია. ვინ ჩადო ეს ინფორმაციაში? ხო, მაშინ ესაკ. ვინ ფლობს ამ ინფორმაციას? პირველ რიგში და მეორე კიდე როგორ უნდა ჩადოს რაღაცა გარკვეულ ესე ვთქვათ ვიბრაციაში ამ ინფორმაციას ფლობს უყაროში. საერთო ჯამში გამოდის რომ ეგ სამყაროში ცნობილი ფენომენია ეს არ არის უბრალო ინფორმაცია, ეს არის ჭეშმარიტობა. აი ბატონია, როგორ ახსნით ასეთ რაღაცას ახლა რახან ჩვენ ასე ვთქვათ, ეს ვარაუდების სფეროც აღარ არის უკვე, ეს არის მეცნიერული საასი ჩვენ ვართ ახლა, მაგრამ არის ხანდახან როცა ადამიანები წინასწარ გრძნობენ საკუთარ გარდაცვალებას. ვერს შეხვედრე, მე შეხვედრე პირადად ცხოვრებას ადამიანები. ეს რა ხდება ამ შემთხვევაში? ამიტომ ამის აქედან ამოდივარ. ანუ დრო რასწრებდეს მიდის წინ, იმის სწრებს მოდის უკან და პირიქით. როგორც მე ამის წინათ თქვი, რომ ნებისმიერი, ესე ვთქვათ, ატომი ფლობს სრულიად სამყაროს ინფორმაციას რაღაცა გარკვეულის, ესე ვთქვათ, საშუალებებით. ჩვენ ვართ შექმნილები ატომებისგან. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ჩვენს ფლობთ ადამიანი, ფლობს მთელი სამყაროს ინფორმაციას. შეიძლება თვითონაც არ იცის ფლობს. არა. ადამიანობა სამწუხაროდ არ იცის, მაგრამ სინამდვილეში ხო ფლობს. და მე მოდიშ მოვხდი ახლა ალბათ ვინც მისმენს მე შეიძლება თქვას რომ არასწორად ვაზრობ, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი და ალბათ ეს ჭეშმარიტობაა ჩემთვის. როგორც ღმერთი ჩვენშია, ესე ღმერთში ჩვენც ვართ. გამოდის რომ აი ეს სამყაროს ცოდნა ინფორმაცია, რაც თელ სამყაროს თქვათ შეიცავს ჩვენში ზდევს და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ვიყავით გუშინ დღეს და ხვალ გააჩნია ის ესე ვთქვათ რაღაც გარკვეული ცენტრი რომელიც პასუხს იღებს თავის თავზე აი ამ დროის ვთქვათ დაფიქსირების ინფორმაციის გადაცემის უნდა ჩაერთოს და ჩვენ ვიგრძნობთ არა მარტო ჩვენი სიკვდილის დღე, არამედ რაც იყო რამდენიმე ათასეული წლის უკან. ამაში ეს ძალიან ურთულეს ეს ინფორმაცია ჩვენ ვატარებთ ჩვენში. თავარია ეს ინფორმაცია რაღაცა საშუალებით გაიღვიძოს.
და უამრავი ესე ვთქვათ, არსებობს მიმართულებები მთელ დედამიწაზე, მთელ ისტორიაში, ადამიანის ისტორიაში, როდესაც შექმნილი იყო რაღაც გარკვეული სკოლები და იმ სკოლების მიხედვით ადამიანი ცდილობდა, რომ ჩაერთო ეს მექანიზმები, რომელსაც მისცემს საშუალებას, რომ ენახა რეალურად ეს სამყარო. ეს არის ალბათ ბუდიზმი, ეს არის კიდე სხვა მიმართულები, იოგა და რა ვიცი, უამრავი მიმართულება არსებობს. არის სულ ყველაზე წინ და სულ ყველაზე ღრმად ვინ ჩაიხედა ამ ჭეშმარიტობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ბიბლიაში აღწერილია. მთავარია ის, ვინც კითხულობს ბიბლიას, მიხდეს რა წერია ბიბლიაში. რთულია. კი, ძალიან რთულია, მაგრამ ამისთვის არსებობს მამაოები, რომელსაც უნდა აუხსნან ადამიანს რას ნიშნავს და ეს და სხვა თქვათ წინადადება ან თქვათ სიტყვა, რას გულისხმობს, რას შეიცავს. ესეც ხო ენერგეტიკა არის. აი, როცა ადამიანს ბანოგია გამოეცხადება თავისი გარდაცვლილი, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრი. მეც მქონია ესეთი შემთხვევა და აი ამ შემთხვევაში რა ხდება თქვენ ესე იგი რა მოხდა ამ შემთხვევაში რამდენად ეს თეორია ემთხვევა ყველაფერს ამას რომ ესე იგი დრო როგორც გადის წინ ისე მორბის უკან ან და პირიქით რადგანაც ზოგადად სამყაროში არ არსებობს დრო აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ვიყავით გუშინ დღეს და ხვალ იქნებით ზოგადად ჩვენ შეიძლება აი ამ ფორმით არ ვიყოთ მაგრამ რადგანაც ეს ატომი ის ელექტრონი ამდანო რაც შეიცავს ატომს ის მუდმივია არ გტება ზოგადად ხო გამოდის რომ ჩვენც არ გტებით და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ არ გტებით სხვებიც არ გტებიან არ გტება სული უკდავია და აქედან გამომდინარე გააჩნია ისევ რა ჩაირთება ჩვენში რომელი მექანიზმი რომ ჩვენ კონტაქტში შევიდეთ იმ სულთან ამ დროს ის სული ჩვენს გარშემოა და თავარია რომ აი ეს მექანიზმი ინახოს რომ ჩვენ დაუკავშირდეთ აი ამ ტალღას ამ სიხშირეს თუ ჩვენ ჩავჯექით აი ამ სიხშირეში აი ამ ტალღაში მაშინ ჩვენ კონტაქტში შევალთ აი ეს არის ამაზე სტეპს აკეთებენ მეც ვაკეთებ ამ სტეპს ეხლა მე ვაკეთებ ის სცენარეებზე ნიშნება რა ამას თქვენ ერთი და ერთ თემა არის უბრალოდ აქ არის რა ეს ცოცხალი ორგანიზმია კი თქვენ იცით ბატონო ზალო რომ ნობელის ლაურეატმა ბიოფიზიკოსმა ელიშა ხასმა დამეწერა წერილი და რატომ დამეწერა წერილი იმიტომ რომ სუფრაზე ვიჯექით ისრაელში და შეუცვალე წყლის შემადგენლობა მთლიანად და ამ დროს არაფერი თან არ მქონდა არც ქიმიური არც ფიზიკური просто ტექნიკურად მარტო ისიქა და წყალი ტექნიკურად ვანახე თუ მიხვდა არც მე მგონი მიხვდა ვანახე როგორ შეიძლება შეიცვალოს ნეტრის ეს გადავლები გამოვლების და გადაღვრის პრინციპი კი ამ პრინციპით მაგრამ ამ პრინციპით რას ვახცევთ ჩვენ რომ რაღაცა გარკვეული ინფორმაცია რომელიც ზოგადად აი ამ წყალში არის ან აი ამ ჭიქაში არის ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ შიგნიდან რაღაც ტექნიკური შეიძლება სამკურნალო საშუალებათაც კი რაღაც ინფორმაციის მატარებელი და ეს ინფორმაცია შეგვიძლია ჩვენ მივცეთ როგორც ჩვენ გვჭირდება ხო ამაში ესაკ ეს თქვენ შეგიძლიათ ამ ინფორმაციამ როგორც გჭირდება ეს ალბათ არა მარტო მე მთელი სამყარო მთელი დედამიწა მეცნიერები ამ თემებზე მუშაობენ მე ძალიან ხშირად ვამბობ ამას რომ მუშაობენ მაგრამ მე ჯერ აი მეცნიერი ბევრს კითხულობ ბევრსაც უყურებ მეცნიერებს არ მინახავს რომ მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის პირადად მიცემა თქვენ ამბობთ ამას არა შეუძლიათ როგორ არა შეუძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია
დღეს ისევ ინტერნეტით შეიძლება ნებისმიერი ვინ ჩვენ ახლა გვისმენს ნახოს სამწუხაროდ ქართულ ენაზე არ მგონია რომ იყოს ინგლისურ ენაზე უამრავია რუსულ ენაზე უამრავია ერთ-ერთი რომელიც მე შემიძლია ახლა პირდაპირ თქვა რომელიც ინტერნეტში დევს მაგას ქვია კვანტოვое сельское хозяйство. სოფლის მეურნეობა. წაიკითხეთ, იქ არის კვანტოვая телепортация. წაიკითხეთ, ეს ჩემი მოგონილი არ არის, ხო გეუბნებით ეს თვითონ სიტყვა კვანტური მექანიკა, კვანტური ფიზიკა წარმოიქმნა უკვე 100 წლის უკან. და იმის მერე უამრავი ხალხი ამ თემაზე მუშაობენ. და სულ ყველაზე საოცარი რა არის, იცით, რაც უფრო ღრმად შედის მეცნიერება, უფრო მეტად გებულობს, რომ ჩვენ ჯერ სამწუხაროდ ძალიან ცოტა რა ვიცი. რაღაც კითხოთ, რომ ცოტა თამასაც დავწევ დაბლა ახლა ჩვენ ლაპარაკობთ უფალზე, ლაპარაკობთ იმ საოცარ ცვლილებებზე, მეცნიერების საოცარ აღმოჩენებზე, მაგრამ თქვენც გაქვთ ამის შესახებ ნათქვამი თავზე დაწერილი გაქვთ ამის შესახებ, რომ დრო ბუნებაში როგორც მიდის მოდის უკან. ამაში თქვენ ვერ ხედავთ ვერავითარ გასაკვირვებს, მაგრამ ახლა აი ასეთი რაღაც თქვენ წეხანი საუბრეთ წყალზე. ახლა ბუნებრივია ისეთი პერიოდი ახლა წყალი, სასმელი წყალი ჩვენს საბედნიეროდ ქართველებს არ გვაქვს ამის გასაჭირი, მაგრამ მარი ჩვენს გარშემო ქვეყნების და შორეული მაგრამ ჩვენთანაც ახლა. აი თქვენ თუ შეგიძლიათ ახლა საშუალო ზონის მუნიციპალიტეტის ცენტრი რომელიც ერთი წყალსადიდან ღებულობს წყალს. აი თქვენ გენადოს თუ შეგიძლიათ რომ თქვენი ასე რომ ვთქვათ ტელეპორტაციით და კიდევ სხვა მოვლენები და სხვა საშუალებებს რომელიც თქვენ გაქვთ ბათოლის წვეთებით რომელსაც ზოგიერთი ოქროს წვეთს და ზოგიერთი ჯადოსნოს წვეთს შეძლოთ ამ წყალსადენის გაწმენდა რომ ადამიანს იყოს სასარგებლო და დასალევად მისაღები. აი ამბობს ბატონი რომან რუამოდ ერთხელ რომ 20 მეტრის შემდეგ წყალსადენში თუ მილში თუ გადის წყალი ის უკვე აღარ შეიძლება მისდალება. თქვენ თუ გაქვთ ცეთი რამ რომ 20-კარ 200 მეტრის და 2000 მეტრის მერე შეძლოს ამ წყალსადენს ადამიანი. ამას ძალიან სერიოზულ შეკითხვას გისვამთ ახლა მე თქვენ. რა არის კი როგორ არა შეიძლება მე არ ზეხარ ისე ვინ ჩვენ გვისმენს და ვინმე შეიძლება ძალიან არ მოეწონოს ეს ფაქტი. ყველას მოეწონება თუ ნორმალური ადამიანი ვისაც არ მეერწონა. კი, მაგრამ ალბათ ისე ვბრუნდებით რომ ეგ ცოდნა გააჩნია ვის ხელში ჩავარდება. კი, რა თქმა უნდა. და როგორ გამოიყენებს ამ ფენომენს. დადებითად თუ არ ყოფითად. მაგრამ თვითონ ფაქტი სამწუხაროდ თუ არა სამწუხაროდ არსებობს და მაგის გამოყენება შეიძლება. შეიძლება. კი. ანუ თქვენ მიიღებთ პასუხს რომ ნებისმიერ ცირე და დიდ რაიონს, მაგრამ თქვენს მეგონა მნიშვნელობაც არა აქვს. შეიძლება უფრო დიდის და უფრო პატარას გააკეთოთ. კი, იცით რა არის? ამ ბოლო ხანებში ისევ ინტერნეტში რო გადაიხედოთ ამ ბოლო მონაცემებს მეცნიერების დღეს მეცნიერები უკვე მივიდნენ იმ დონემდე, როდესაც გვეს რომ ქიმიური ფენომენის მიმართულება დღევანდელ დღეს კარგავს თავის ესე ვთქვათ ჭეშმარიტობას, იმიტომ რომ ნებისმიერი ქიმიური პროცესი მაინც არის კვანტური მექანიკური. მე მგონი უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეიძლება აუცილებლად. და რას ნიშნავს ეს? გამოდის რომ ადამიანობა შეისწავლა ატომის დონემდე იმ ქიმიურ პროცესებს, რაც აი ამ ვთქვათ ქიმიური ცდების დროს მიმდინარეობს. და უკვე ესმით რა პროცესები ატომის დონეზე მიმდინარეობს იქ რა ინფორმაცია გადაეცემა ან ერთს ან მეორე ესე ვთქვათ ნაწილაკს ან ნივთიერებას და აქედან გამომდინარე გამოდის რომ აი ამ კვანტური მექანიკის საშუალებით შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ანუ შეკითხვას პასუხი გააქვს რომ დაუშვათ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეგიძლიათ წყალს ყველგან არის ახლა ხო საერთოდ წყალმომარაგების სისტემა. შეგიძლიათ თქვენ ამაზე მოხდეთ დადებითი გავლენა რომ წყალი გახდეს
გამოსაგნებელი ვარგისი სასმელად. თეორიულად როგორ არა, უბრალოდ ამ მეთოდის ამ თქვათ მიმართულება უნდა შეისწავლოს. ეს ალბათ ჩვენ გადაცემას უყურებენ სხვა შორის რაიონის ხელმძღვანელებს და მათ თავის თავზე შეუძლია გამოცადონ ეს სიკეთეს თუ ამისგან გამოვალ სხვა პრობლემაც. იცით ძალიან რთული ალბათ ამის დაჯერა, როდესაც ამ თემებზე ვლაპარაკობთ. მე ვიცი თავის თავზე თუ არ გამოსცდა ადამიანი ძალიან რთული. თქვენ იცით ძალიან კარგად. მე როდესაც გამოვედი აპიმონდიაზე, კი, 180 ქვეყანა ეჯდა და 5 წუთის მაგივრად ვილაპარაკე 3 საათი და მე კიდე 5 საათი. ჩვენ მოვალ გადაცემაში რომ სახამ გადაცემაში ჩავწერთ საუბარი გვექნება სწორედ ფუტკარზე და რაღაცებზე ისე ამ საკითხს საუბრობთ. მე თვითონ ფენომენზე ვამბობ. იცით თვითონ თემა დაინტერესა სულ ყველას, მაგრამ არავინ არ მოსვიდა იმის მერე, რომ აი ამ თემებზე დავილაპარაკებინა თვითონ ფენომენს. ეთყობა კიდე ჩვენ ფუტკარს დღეს და კიდე ბევრ ამას რომ ყველას არ აინტერესებს ამ შესახებ. ეთყობა სულ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ანუ ესენი ბიზნეს, ანუ აგრობიზნეს ხო აყენებს უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე დაუშვათ ეკოლოგიას ამ შემთხვევაში. ის მეცნიერებას ხედველობას. ადამიანების ისტორიას ალბათ ერთი და იგივე პროცესი არის უკვე 2000 წელიწადი მეტი თუ არა. მაინც ამ პროცესებს მართავენ ისინი, ვისაც ხელში უკავია ან იარაღი ან ფული. იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა სამწუხაროდ ყოფილა ესეთ მომენტები, როცა სპეკულაციით განდრებულ ხმე გეუბნები მეფის დროინდელ საქართველოს შუა საუკუნეების საქართველოს ფეოდალურ საქართველოს რომ აი ხორბალი რომელიც გადაძოვეს ცხენებმა, მოგეხსენებათ, როცა ლაშქრობა ხდებოდა თქვენ მეორაში, ცხენები მონაწილეობდნენ ამაში იმ ძველ დროში და ხორბალი ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენმა ჩამოიტანეს სომხეთიდან და ორ დღეში გაიყიდა. ამას თვითონ შამთანხმწერელი აღწერს ამის შესახებ და არის ასეთი სამართლინო ცნობაც ჩვენი ისტორიაში. იცით საქართველოს ისეთი ქვეყანა არის, რომელიც ისტორიულად მეჭირს კიდევაც ზუსტი თარიღი თქვა რამდენი წელიწადი არსებობს. მე ცხოვრებაში შეხვდა ერთხელ ძალიან ცნობილი პიროვნება, არქეოლოგი ლოვა კლეინი. ხო. და შემეკითხა ქართველი ხარო და მე ვთქვი ქართველი ვარ. ვიცი რა არის საქართველო? ნუ მე გამიკვირდა და მე ვთქვი ვიცი და მითხრა არაფერი შენ არის. ერთი პერიოდის კლინტ რა საერთოდ აკრძალული იყო და ყველაფერი ამოღებული იქნა, მოიგეს ყველაფერი ხომ მისი შემოქმედებას რომ თქვა და ამბობენ რომ ბოლო დროს მე კი არ შემიხედავს. მაგრამ რატომ გამასენდა მე ლოვა კლეინი? ეცეთ რადგანაც საქართველო დღემდე მოვიდა აი ეს პატარა ქვეყანა სიტყვა რაღაც გარკვეული ძალა გვიდევს ჩვენს უყველას რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ გადავრჩეთ აი ამ თქვათ აურზაურში რაც დედამიწაზე იყო არის და იქნება კიდევ მაგრამ თეორიულად და ფილოსოფიურად რომ გადავხედოთ ალბათ აი რასაც ჩვენ ვაკეთებთ აი ეს უნდა გაკეთდეს ცოტა მეტი რომ გავაკეთოთ შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს და ომი დაგვისვან როგორც ახლა დაუწყეს ერთმანეთს ომი ეს ორი ქვეყანა არის მაგის თქმა მიჭირს ახლა თელი მსოფლიო იბრძვის ფაქტიურად ხო ეს სიტუაცია და კიდე კაირო ჩვენ არ ჩავერეთ ამ უფლისნებით გერებთ უფლისნებით ღმერთმა ქნას რომ ისე გააგრძელდეს მაგრამ რის თქმა მინდა იცით ღმერთმა ქნას რომ არ აფეთქდეს ატომური ბომბი მაშინ მთელ დედამიწას ექნება რაღაც გარკვეული პრობლემები მაგრამ იმასაც ხმამაღლად ვამბობ რომ აი ამ თქვა თუ დასკვნება იქნება ზედმეტად თუ არ ყოფითი ადამიანზე საქართველოში რაღაცა პროცენტით რამდენიმე ხანში მაგას მოხსნით გაშენ აღმერთმა და ერთი შეკითხვა მინდა კიდე აქედან გამომდინარე ცოტა შეიძლება უადგილო შეკითხვა ეს ჩვენ საუბრობთ მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობდნენ ერთი პერიოდი კოვიდის ახალ შტამზე და ესე იგი პირდაპირ მიუთითებენ მოსახლეობას რომ ეს რო სწრაფად ვითარდება და ვრცელდება ეს წინა შტამია
ჩვენ ყოველთვის ამბობთ, როცა იწყება ომი, თავდება კოვიდი. როცა არ არის კოვიდი, მაშინ იწყება ომი. აი ამას ფილოსოფიურად აღგითხვამდით თუ თქვენი გამოსწორებიდან გამომდინარე. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ მე ჩემეპარება, რომ ის ხალხი, ვინც თქვათ, გამოდის დღეს იმ წინადადებით, რომ თქვათ, უნდა გაიკეთეს აცრა. ხო, ძალიან კარგად ესმის, რომ ეს აცრა ანადგურებს იმუნიტეტს. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ეს კოვიდი იქნება თუ სხვა რაღაცა შტამი იქნება ვირუსის, მნიშვნელობა არ აქვს, ორგანიზმს უნდა გქონდეს საშუალება ებრძოლოს ნებისმიერ პრობლემას. და როდესაც შენ ამ საშუალებებს ეს დავარქოთ ესე კლავ, რითი უნდა ებრძოლოს ადამიანის იმუნიტეტი რაღაც გარკვეულ, ესე ვთქვათ, გარედან შემოსულ პარაზიტს. ძალიან ხელი უნდა მისმით ვერაფერს. გამოდის, რომ ეს ალოგიკურია. რა თქმა უნდა. ამ დროს ვიღაცა ამბობს, რომ ეს აუცილებელია. და კეთდება მილიარდები. კი, მე აღარ ვამბობ ფულზე, მაგრამ აქ თემა არის იმაზე, რომ უნდა გაანადგურონ ადამიანობა. რაღაცა გარკვეული რაოდენობა. დიახ. ისევ ბრუნდებით აი ამ ისევ და მე იმპულსის გულისთვის, ხო, ასე გამოდის საერთო ჯამში, ხო? არ ჭირდება დედამიწას ამდენი ხალხი. ასე ამბობენ ისინი. კი, ვინც სათავეში დედამიწა შეუძლია ალბათ 50, 60, 70 მილიარდი ადამიანი გამოკვებოს, თუ სწორად იმოქმედებს. და იმათ ჭირდებათ, როგორც დათვლილი აქვს 2 მილიარდი, იქიდან 100,000 იქნება სათავეში, დანარჩენი იქნებიან მონები. ჩვენ როგორც უყურებთ, ეს ხდება. იცით, მე დღეს ისე მოხდა, რომ წავიკითხე დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაშრომი, დაწერილი 1872 წელს და აი ამ თემებზე ლაპარაკობს. მე ადრე წაკითხული მქონდა ეს თქვათ წიგნი მაგისი. ესე მართალი ყოფილა მაშინ ეს მეცნიერი, რომელიც ამბობდა, დრო როგორც მიდის, ისე მორბის უკან დოსტოევსკი სად გამოგვადგა. აუცილებლად, იცით, ჩვენ ახლა ვერმათ რო გადავხედო, ჯერ ერთი ბიბლია არის დაწერილი 2000 წლის უკან და შეიცავს ჭეშმარიტ წიგნს. კი, და ეს კანონზომიერია. ბევრი რაღაც იცვლება, მაგრამ ჭეშმარიტობა არ რჩება. და არის ალბათ ეს კანონზომიერი ფენომენია დღევანდელ დღეს, რომ ადამიანობა მივიდა კვანტურ მექანიკასთან და დღეს აი ამ კვანტურ მექანიკას ჯერ კიდე სწავლობს და მიდის წინ. მე არაერთ ჩვენ გადაცემაში ვთქვი, რომ კვანტური მექანიკა ეს ისტორიული ფაქტია, უნდა ყოფილიყო და მოვიდა და კვანტური მექანიკა შემოიტანს უამრავ დადებიც, მაგრამ საბოლოოდ გაანადგურებს ადამიანობას. იცით, მე ჩემი სიტყვები ეგ არ არის, ეს არის მეცნიერები, რომელიც დათვალეს ის დრო, რაც დარჩა დედამიწას ადამიანობისთვის, თუ ჩვენ არ შევცვალეთ აი ეს მიმართულება, წესები ცხოვრების და ის რაღაც უარყოფით, რასაც ვაკეთებთ, თუ არ გავჩერდით, ხო? აი იმ გლობალისტებს, ვისაც ფიქრობს ამ 2 მილიარდს ხალხს, ეს 2 მილიარდი აღარ დაჭირდება, თვითონაც აღარ იქნებიან. რა თქმა უნდა, თავისთავად. აი, ეგ არის. ერთი, ჩვენ ალბათ რაც გვაწნარებს, რომ ჩვენ მუდმივები ვართ, რომ ძანას დავისყეთ ეს ლაპარაკი. და ჩვენი სული არის კარგება. მე არ ვიცი, ვისი სული მარჯვნივ თუ მარსნივ, მთავარია ადამიანი შინაგანად რწმენა გქონდეს, რომ ეს ესეა და მე კიდე იყოს პატრიოტი. თავის თავთან და ღვთის მოყვარული უპირველეს პირველ რიგში. და მაშინ მივხვდება, რომ როგორც თქვენ თქვით, რომ კონტაქტი არსებობს იმ ხალხთან, რომელიც უკვე წავიდა იმ სამყაროში. კი, როგორ არა არსებობს. არსებობს, იყო და იქნება. და ჩვენს რაღაცა გარკვეულ ეტაპზე ჩვენს გადავალთ იმ სამყაროში. კი ბატონო. ეგ არის რაც წერია ბიბლიაში. როცა ჩვენ ვიქნებით მუდმივები, მაგრამ
ეს მუდმივობაც კიდე ალბათ თავისი კრიტერიები აქვს, ვინ სად იქნება. ხო, თავისთავად მიტუარი, 60 მიტუარი ჯოჯოხი. და ადამიანს ესერ წმენა არ აქვს, რომ არსებობს ის სამყარო და რომ იმ სამყაროში არის რაღაცა გარკვეული ადგილები, სადაც შეიძლება მოხდეს. მაშინ ავიწყდება სულ ყველაფერი და რომ არ ეშინია იქ იმ ხო, ესე ვთქვათ, არსებობას. დღესაც არაფრის არ ეშინია, რასაც უნდა იმას აკეთებს. კი, აღაშენებს მართალია. და აი ასეთი ახლა ასე ვთქვათ, თავზე ხელაღებული ხალხის იმით დავამთავროთ ჩვენ გადაცემას ბატონოგია ჩვენი დრო. ეცეთ ბატონო ზაულ. ჩვენ პირველები არა ვართ, ვინც ამ თემებზე ლაპარაკობს და ბოლოებიც არ ვართ. ამ თემებზე ნებისმიერი ადამიანი ვინც ოდნავ მაინც მიუახლოვდა რაღაც გარკვეულ, ესე ვთქვათ, ჭეშმარიტობას. მივა ამ აზრამდე, სხვა გზა არ არსებობს. უფრო ოპტიმიზმს რო დავამთავროთ ჩვენ დროინდელი გადაცემა, ასე ვთქვათ, ჩვენ მაყურებელი ბატონი ახლა. არა, ჩვენ ხო არ ვაშინებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ესეთი გზა არსებობს. ასეთი გზა არსებობს. ანუ თქვენ როგორც ამბობთ, ეს არის გზა ღვთისკენ, ღმერთისკენ. პირველ სოლის. აუცილებლად. და ამ გზაზე უნდა იეროს ნორმალმა ადამიანმა, რომ გადარჩეს ისე და გადარჩეს მისი ახლომყოფი ადამიანებიც. ამით მინდა ბატონო მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა ბატონო ზაულ. მოთმინება მშვიდობას გისურვებთ ყველა სუპერვერს ყოვლისა და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. მოვალ შეხედრავთ.